სოფელ განმუხურში განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოში განსაკუთრდა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით გამთენისას სოფელ ოტობაირიდან სოფელ განმუხურის მიმართულებით დაიძრა რუსული საოკუპაციო ჯარების კუთვნილი ორი ჯავშან ტრანსპორტიორი და გადაკვეთა ადმინისტრაციული საწყარი, რომელსაც შემოყვა შეიარაღებული ჯგუფი. სოფელ განმუხურში განლაგებულ ქართულ საგუშაგოსთან მიახლოებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს, იქ განლაგებულ პოლიციელებს ბრძოლა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდასხმის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა ქართული საგუშაგო. უკან გაბრუნების დროს ჯავშან ტრანსპორტიორში მსხვერპლმა რუსმა სამხედროებმა დანაღმეს ქართული ტერიტორიის ოტობაია განმუხურის გადასასვლელი, ამჟამად მიმდინარეობს გამნაკვეთი სამუშაოები. ქართულ ბლოკ საგუშაგოსის ცეცხლის გახსნას უარყოფს რუსული მხარე და მომხდარს ქართველების მხრიდან მორიგ საინფორმაციო პროვოკაცია დაფარავს. რუსეთი არ ერიდება პროვოკაციებს, მაგრამ ერთჯერად მხოლოდ, არამედ რაღაცა დროის ვითარებაში პერიოდულად სულ მუდმივად ჩვენ მოწმენი ვართ ესეთი ძალიან საშიში მოვლენების, საშიში ინციდენტების, რომლებსაც რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ უკვე გვქონდა ძალიან სამწუხარო ფაქტები, როდესაც ჩვენი პოლიციელები, ადამიანები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ წესრიგს, კანონის უზენაესობას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათი სიცოცხლის ფასად ხდება ხოლმე ესეთი საშიში ინციდენტები რუსეთის მხრიდან ინიციირებული მოვიწყდი ორივე რეგიონიდან, სამხრეთ ოსეთიიდან და აფხაზეთიდან. აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ რაიმენაირად მხოლოდ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმებზე გადავიდეს ბრალი. რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო ამ რეგიონებში, ოკუპანტ სახელმწიფოს აკეთებს სრული პასუხისმგებლობა საიმედოდ, რომ მანამ სანამ მისი მიერ ოკუპაცია ხორციელდება, არ დაუშვათ ესეთი ფაქტები. ძალიან გავსაბუთოს წინარე მოვლენებს, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რუსეთი ემზადება მასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის და რეალურად განახორციელა, მაგრამ მაშინ სოფლის საზოგადოებრივების აზრი ასე არ იყო მობილიზებული. ეს ფიზიკურად ევროკავშირის მონიტორები იმყოფებიან საქართველოში. ჯერ ვერ შედიან ისინი კონფლიქტურ ზონაში, მაგრამ რეალურად აკონტროლებენ სიტუაციას. ამიტომ მათი ინფორმირებულობის ხარისხი საკმაოდ მაღალია გულისხმობს მთლიანად ევროკავშირს და ამიტომ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. არტის ჯგუფის საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივის ჯგუფის ადვოკატები ევროსასამართლოსგან მოითხოვენ დროებითი ღონისძიებების გატარებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩეროს საკუთრების ხელყოფა და კომპანიების ქონების განადგურება. ადვოკატი დიმიტრი გაბუნიევსკი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ზუსტად 1 თვეში დაასრულეს უზარმაზარი საქმის დასრულვა. 6 ყდომაზე დაყენებული 12 შუამდგომლობიდან კი მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა, მათ შორისაც მოწმების გამოცხადების შუამდგომლობა, რის შემდეგაც ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლოს ყდომათა დარბაზი. მოსამართლემ კი მეორე მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილა საქმე და გადაწყვეტილებაც მიიღო. როგორც ადვოკატი გაბუნია აცხადებს, კომპანიებმა 100 მილიონი ამერიკული დოლარის ზარალი მიიღეს. თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი მათ სარჩელი დღე შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. არტის ჯგუფის ადვოკატები ხელისუფლებას კომპანიის ოფისის დაწვაშით ადანაშაულებენ. კაფიდლიანი ეჭვი არტის ჯგუფის საკუთრებაში არსებული შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენი განხილვა ჯერ არ გაკეთებია, რომ ეს იქნა მიზანმიმართულად დამყარი. იმისთვის, რომ არანაირი აქტივი არ დარჩენილიყო თიბაქალვაშის სახელზე და ნიშანდობლივია ის, რომ ყველა ამ კომპანიას არ დარიცხული ზუსტად იმდენი თანხა, რამდენი ღირს ეს ქონდება. ახლა პლუს მინუს ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებმა მოახერხეს. გაუგონარი უკანონო ადმინისტრაციული აქტების შემდეგ ჩვენ ერთადერთი იმედი ჰქონდა სასამართლოს, თუმცა მოგეხსენება სადაც ჩვენ ეს შემთხვევით ალბათ ეს ბანერი გამოყურდა იმ მოსამართლეების გვარები, იმ 4 მოსამართლეების გვარი, ვინც 6 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე ზუსტად 15 საქმე განიხილა და სწრაფად გადაწყვეტა. ახლა მე აგიხსნით თითოეული საქმის წარმოება სტატისტიკით არვამიტყვი. გრძელდება 20 თვიდან წელიწად ნახევრამდე და თიბაქალვაშის ყველა კომპანიის მიმართ სასამართლომ 6 ოქტომბერს დაწყებული პროცესები და თანმიმდევრობაც არის 6, 7, 10, 13 გაუგონარი სისწრაფით იქნა გამოტანილი. რა არის ამაში ცუდი? თითქოს ხო სასამართლო სწრაფად იხილავს და სწრაფად ახორციელებს მართლმსაჯულებას. ცუდი არის ის, რომ ჩვენ ევროპის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად არ მოგვეცვა საშუალება, რომ დაგეცვა ჩვენი კლიენტის ინტერესები. ცუდი არის ის, რომ ევროკონვენციის ციტატაც არის მოყვანილი, ნებისმიერ მხარეს უნდა მიეცეს ბუნებრივი და ადეკვატური დრო თავისი დაცვის მოსამზადებლად. სასამართლომ ხელყო რა ევროკონვენციის მე-9 მუხლის დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ჩვენ მოუწოდებთ სააპელაციო სასამართლოს და საერთოდ მართლმსაჯულებას ის გაუგონარი უკანონობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოხდა, აღარ განმეორდეს.
50-იანი წლების დასაწყისსა და 60-იანი წლების დასაწყისში იყო ჯაშუში არალეგალი. 1961 წლის ზაფხულში საპასუხისმგებლო საჯაშუშო დავალებებს ასრულებდა ბერლინის დასავლეთ ნაწილში. რატომ ბერლინის დასავლეთ ნაწილში მოგეხსენებათ? ახორციელებდა ეკონომიკური ხასიათის ჯაშუშურ საქმიანობას აშშ-ის წინააღმდეგ. 1990 წლიდან უკვე ინიშნება ოფიციალურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის ფედერაციის და ევალება თავდაცვის სამინისტროში თან კგბ-თან ურთიერთობის საკითხების რეგულირება. 1991 წელს აფუძნებს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საბჭოს აი ამ ადამიანებთან ერთად ვინც არიან ჩამოსული. ეს არის რუსეთის მოქალაქის ვიტალი შილიკოვის სამუშაო ადგილების ჩამონათვალი, რომელთან გარიგებაში და სხვადასხვა ანტიქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ერთობლივი საქმიანობის წარმოებაში ახალი მემარჯვენეები კახა ბენდუქიძეს ადანაშაულებენ. მემარჯვენეების წევრის ფიქრია ჩიხლაძის განცხადებით, საქმე ეხება იმ რუსულ ორგანიზაციებში საქმიანობას, რომლის წევრებიც ანტიქართული განწყობით გამოირჩევიან. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს დამფუძნებელი ვიტალი შილიკოვია, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ძალოვან და სადაზვერვო უწყებებში მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს ჩიხლაძის მეფის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. გარდა შილიკოვის ამ ორგანიზაციის წევრები არიან კონსტანტინ ზატულინი, სერგეი ლავროვი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები. ურალმაში, იჟორაში გენერალური დირექტორი კახა ბენდუქიძე და მრჩეველი ვიტალი შილიკოვი არიან. შემდეგ ატომსტროიესთან ვიტალი ბენდუქიძე და შილიკოვი გენდირექტორი მრჩეველი ტრამში. 1995 წელს კახა ბენდუქიძე შედის ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევანის უფლებაში, რომლის თავმჯდომარე გახლავს არც მეტი არც მოკლედი ანდრანიკ მიგრანიანი. ალბათ ამასაც ბევრი ახლა განმარტება ქართული მეცნიერების მედიის წარმომადგენლების წინაშე არ ჭირდება. აქვე იყო წარმოდგენილი ვლადიმერ ნიკოლოვი, ანალიტიკოსი, რომელიც ასევე გამოირჩევა ქართველებისადმი ძალიან ძიმე დამოკიდებულებით. შემდგომ უკვე არკადი ვოლსკის მეწარმეთა და მრეწველთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თვითონ ბენდუქიძე გახლდათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და რომელიც ასევე ანტიქართული საქმიანობით იყო გამორჩეულად დაკავებული. ფიქრია ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსების ხელში სწორედ ბენდუქიძის დახმარებით აღმოჩნდა, რადგან საქართველოში პრივატიზაციის პროცესი სწორედ მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს დაიწყო. სტრატეგიული ობიექტების შეწყობა კი რუსეთის თავდაცვის უფლების მაღალჩინოსნების ინტერესებით ხდებოდა. არანაკლებ სკანდალური გახლდათ მთელი მისი მოღვაწეობა, თუ გავიხსენებთ იმას რა მნიშვნელოვან თემებთან იყო დაკავშირებული მთელი მისი აქ ყოფნა, დაწყებული მადნეული თემიდან, რომელშიც ცნობილი გენერალოვი მონაწილეობდა, რომელსაც ასევე ბრუს კადრად მოიხსენიებენ, მაგრამ მის უკან რეალურად იდგა და ყველასთვის ცნობილი იყო ეს ბენდუქიძე. გენერალოვისა და ბენდუქიძის ურთიერთობებზე ხშირად ლაპარაკობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან. ამ ადამიანებს ერთობლივი ინტერესები ჰქონდათ როგორც მადნეულში, ასევე ისევ ირანის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხებში. კახა ბენდუქიძის თემას, რომ ყველაფერი იყიდება და პრაქტიკულად მან მოასწრო საქართველოს სტრატეგიული ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისება და ძირითადად ამ ობიექტების მეპატრონეები რუსული ან რუსული წარმოშობის კაპიტალი, რომ ხდებოდა ფაქტია და ამას არავინ არ უარყოფს. ახალი მემარჯვენეების ანალიტიკურმა ჯგუფმა შილიკოვის ანტიქართულ ორგანიზაციებსა და კახა ბენდუქიძის ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა რუსული ინტერნეტ საიტების საშუალებით მოიპოვა. მემარჯვენეებისთვის გაურკვეველი რჩება ის ფაქტი, თუ რატომ არ იწყება გამოძიება